ისე ზოგჯერ ხელოვნების ნიმუშებითაც საუბრობს ეშმაკი თავის განზრახვებს. აი მაგალითად სოფლიოში ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის შემოქმედებითი ტილო. ეს თვითონ მხატვარია. ადამიანს სახეზე ეთყობა ხოლმე რასურით სამოძრაობს. ეს ნახატი ნატოს შტაბ-ბინაში კიდია. ტილოზე გამოსახულია გეოპოლიტიკური ყრმა, რომელიც უყურებს ახალი ადამიანის გამოჩეკას. ვინც კვერცხიდან იჩეკება, ახალი ადამიანია, ახალი საზოგადოება, ან თვით ანტიქრისტია. შეიძლება ამ პროცესს ამერიკის ნგრევა და სისხლისღვრა მოჰყვეს. შემთხვევითი არაა, რომ ამერიკა გაავსეს საკონცენტრაციო ბანაკებით, თავისი კრემატორიუმებით და 4-კაციანი კუბოებით. კვერცხის თავზე არის 13 ნაწილისაგან შემდგარი ქოლგა, რომელიც ასე ვთქვათ, მოკრუხებული ურჩხულის როლს ასრულებს. იცავს და ათფობს ახლად გამოჩეკილ ურჩხულს უღმერთო ადამიანს. თავდაპირველად ნატოშიც 13 ქვეყანა იყო. არაა გამორიცხული ეს ქოლგა ნატოს ძალებსაც გამოსახავდეს, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო მთავრობის დამსჯელ ძალოვან ორგანოს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ დღეს ქართველი მეომრები უსამართლოდ ღვრიან არანაკლები მეომარი ხალხის სისხლს ავღანეთში და თვითონაც იღუპავენ თავს. საშინელებაა, როცა ჩვენი მცირერიცხოვანი ერის მამაკაცები ავღანეთში იხოცებიან და დედები ლუკმაპურის ძიებაში ევროპაში გადახვეწილები სხვის მონებად და ხარჭებად იყიდებიან. ყველაზე მეტად საინტერესოა ჰერმოფროდიტის ფიგურა, რომლის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი საქართველოზე მიუთითებს. ეს სურათი ღრმად სიმბოლურია ნატოს ხელმძღვანელობისათვის. სხვა შემთხვევაში ალბათ იქ არც ეკიდებოდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ასე მიირთვის საქართველოს მთავრობა ნატოსაკენ, მაგრამ ჯერ არ ვგღებულობენ. ზედმეტი ტვირთი ვართ. ურჩევნიათ იაფფასიან საზარბაზნე ხორცად ყავდეთ. თანაც ვერ ვაკმაყოფილეთ მსოფლიო მთავრობის დემოკრატიულ მოთხოვნებს. ამაში ღმერთი და მართლმადიდებლობა გვიშლის ხელს. აი როცა აღარ იქნება საქართველოში მართლმადიდებლობა, როცა ყველა რელიგია გაერთიანდება, სექსუალური უმცირესობა აყვავდება, ქართული კულტურა და ხელოვნება გაითქვიფება, აიზილება ახალი მსოფლიო კულტურის სიბინძურეში, როცა ქართველი კაცი, ჩინელი, აფრიკელი, ინდოელი და კიდევ ვინიცის სადაური გვარით გადაქართველებულების მომსახურე პერსონალი გახდება, როცა ქართულ ოჯახში კაცი რძლად შევა და ქალი კი სიძეთ, როცა ქართველ ბავშვებს დედაც და მამაც კესულების მსგავსად ხელოვნურად გამოყვანილი ჰერმოფროდიტები და ტრანსსექსუალები ეყოლება და როდესაც ხეცის ნიშანზე იქნება დამოკიდებული ყველა ქართველის არსებობა, როცა ამ ნიშნის მქონე ელექტრონული დოკუმენტის უკონლობის გამო ვიქნებით უმუშევრები, უსწავლელები, მშიერები, დაჩაგრულები და გარიყულები ამ ცხოვრებიდან, აი მაშინ დავაკმაყოფილებთ მათ დემოკრატიულ მოთხოვნებს და მიგვიღებენ ნატოში. ჩვენ არ გვჭირდება უღმერთოთა ჯარისკაცობა, რადგან ღვთისმშობელი და უფალი თავიანთ ჯარისკაცებად, სიმართლის, სიყვარულის და სიწმინდის ჯარისკაცებად ზრდიდა და ზრდის ქართველებს. ქართველები კი ისინი არიან, ვინც არ ღალატობს ენას, მამულს და სარწმუნოებას.